კახა გამარჯობა, ძაღლი მოვიყვანე შენთან საწვრთნელად, მაგრამ აი რა არის ცით ბრძანებები არ მინდა. უბრალოდ მინდა კარგი ძაღლი იყოს, მაგრამ ბრძანებები არ მინდა. არა და რას ნიშნავს ხალხო კარგი ძაღლი? კონცენტრაციას, მორჩილებას და ემოციების კონტროლს. ზუსტად ბრძანებები გვეხმარება იმაში, რომ ეს სამივე კრიტერიუმი ავწიოთ მაღალ დონეზე. ელემენტარული ბრძანება დაჯე, რომ იდეალურ დონეზე შეასწავლოთ ძაღლს, შენ და შენი ძაღლი უნდა აკმაყოფილებდეთ 6 კრიტერიუმს. პირველი კონცენტრაცია და კონცენტრაცია ორნაირი, ავტომატური, მაგალითად ის რომ ძაღლი თვითონ აკეთებს კონცენტრირებას და მეორე არის ბრძანებითი, როდესაც შენ შეგიძლია ძაღლს დაუძახო და შემოგხედოს. მეორე კრიტერიუმი, მორჩილება. ჰერა, დარჩი. და მესამე, ემოციების კონტროლი, რომელიც ბრძანებებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. შენ კი ამ სამივე კრიტერიუმის გამყარება რო შეძლო, უნდა შეგეძლოს ძაღლის ინსტინქტების მართვა. ტექნიკა, რომელსაც მე ვიყენებ სხვადასხვა ბრძანებების და სხვადასხვა რაღაცების შესასწავლად და რაც მთავარია, შენი ემოციების კონტროლი. დასკვნა აქედან. ძალიან აუცილებელია რომ შეასწავლოთ ძაღლს ბრძანებები, თუ გსურთ რომ კარგი ძაღლი იყოს. ნახვამდის.